ჩვენ დღეს გავეცნობით ზედსართავ სახელთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებს. როგორც ვიცით, ზედსართავის სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც არსებითი სახელის რაიმე ნიშან-თვისებას ასახელებს. მისი კითხვებია: როგორი, რომელი, სადაური, როდინდელი. ზედსართავის სახელი ორგვარია: ძირეული, ესე იგი ვითარებითი და წარმოქმნილი მიმართებითი. მაგალითად, ძირეულია მაღალი, ვიწრო, სქელი, ლამაზი, დიდი, თეთრი და ასე შემდეგ. წარმოქმნილი ზედსართავის სახელები იწარმოება აფიქსთა დართვით და ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს. ეს ჯგუფებია ყოლა-ქონების, მაგალითად, კლდოვანი, კოპლიანი, ცისფერთვალება და ასე შემდეგ. უყოლობა უქონლობის, უქუდო, უშვილო, წარმომავლობის, ანუ სადაურობის, სოფლელი, კახური, თბილისელი და ასე შემდეგ. ხელობის, მებადური, მეთევზე, დანიშნულების, საყურე, სასკოლო, საფეხური და ასე შემდეგ. ძირეულ ზედსართავ სახელებში განირჩევა ხარისხის სამი ფორმა: დადებითი, უფროობითი და ოდნაობითი. უფროობითი ხარისხის ფორმა საგნის თვისებას იმაზე მეტი ოდენობით გამოხატავს, ვიდრე ძირეული სიტყვა. იგი იწარმოება დადებითი ხარისხის ფორმაზე უ-ეს აფიქსების დართვით, მაგალითად, თეთრი, უთეთრესი. ოდნაობითი ხარისხის ფორმა კი საგნის თვისებას ნაკლები ოდენობით გამოხატავს. მაწარმოებელი აფიქსებია მო-ო თავსარდ ბოლოსართი, მაგალითად, თეთრი, მოთეთრო. დაიმახსოვრეთ, ელ და ილ მარცვლებზე დაბოლოებული ზოგიერთი ზედსართავის სახელი ხარისხის მაწარმოებელი აფიქსების დართვისას ამ მარცვლებს კარგავს, მაგალითად, ტკბილი, მოტკბო, უტკბესი, გრძელი, მოგრძო, უგრძესი, სქელი, მოსქო, უსქესი. სწორია, საჭმელს მოტკბო გემო დაჰკრავდა. შეცდომა, საჭმელს მოტკბილო გემო დაჰკრავდა. სწორია, გოგონა მოგრძო სახით ჩემი ნათესავია. შეცდომა, გოგონა მოგრძელო სახით ჩემი ნათესავია. სწორია, ავტობუსში უსქესი ქალი ამოვიდა. შეცდომა, ავტობუსში უსქელესი ქალი ამოვიდა. ორი ზედსართავის სახელი: წითელი და ყვითელი. ოდნაობითი ხარისხის წარმოებისას ფუძისეულ ეხმოვანს იცვლის ახმოვნით: წითელი, მოწითალო და არა მოწითელო, ყვითელი, მოყვითალო და არა მოყვითელო. კარგის უფროობითი ხარისხის ფორმაა უკეთესი და არა უკარგესი, ცუდისა უარესი და არა უცუდესი. მაგალითად, სწორია, ნიკა უკეთესი შედეგისთვის იბრძოდა. შეცდომა, ნიკა უკარგესი შედეგისთვის იბრძოდა. სწორია, ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო. შეცდომა, ამაზე უცუდესი რაღა უნდა მომხდარიყო. საგნის თვისების მეტნაკლებობა შეიძლება გადმოიცეს სიტყვებით: ოდნავ, უფრო, ძალიან, ძალზე, ყველაზე, მეტად და სხვა. ეს სიტყვები გამოიყენება მხოლოდ დადებითი ხარისხის ფორმებთან ან წარმოქმნილ ზედსართავ სახელებთან. მაგალითად, გრძელი, ოდნავ გრძელი, ყველაზე გრძელი. მოკლე, უფრო მოკლე, ყველაზე მოკლე. ბედნიერი, მეტად ბედნიერი, ძალზე ბედნიერი. სტილისტურად გაუმართავია: ყველაზე უკეთესი, ოდნავ მომცრო, ყველაზე უარესი და მსგავსი ფორმები.
რადგან მოცემულ ზედსართავ სახელებს ხარისხის ფორმები აფიქსებით აქვს გამოხატული და ზედმეტია ხარისხის გამომხატველი სხვა სიტყვების გამოყენება. მაგალითად, შეცდომა ცას ოდნავ მოთეთრო ფერი დასდებოდა, რადგან სიტყვას მოთეთრო ხარისხის ფორმა მოო აფიქსებით აქვს გამოხატული. ამდენად არასწორია ოდნავ მოთეთრო. სწორია ცას მოთეთრო ფერი დასდებოდა. ან ხარისხის გამომხატველი სიტყვა ოდნავ ვიხმაროთ დადებით ფორმასთან. ცას ოდნავ თეთრი ფერი დასდებოდა. შეცდომა ყველაზე უჭკვიანესი შემდეგ გადაცემაში გამოვლინდება, რადგან სიტყვას უჭკვიანესი ხარისხის ფორმა უეს აფიქსებით აქვს გამოხატული. ამდენად არასწორია ყველაზე უჭკვიანესი. სწორია უჭკვიანესი შემდეგ გადაცემაში გამოვლინდება. ან ხარისხის გამომხატველი სიტყვა ყველაზე ვიხმაროთ დადებით ფორმასთან. ყველაზე ჭკვიანი შემდეგ გადაცემაში გამოვლინდება. ამით დასრულდა ჩვენი მეხუთე გაკვეთილი. დავალებად გექნებათ ტესტი ნომერი 11. ამ ტესტის ბმული მითითებულია ვიდეოს ბოლოს. შეასრულეთ დავალება, დააჭირეთ ღილაკს გაგზავნა და გამოსულ ფანჯარაში ქულების ნახვა, ნახეთ თქვენი შედეგი. თუ მოგეწონათ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.